ტელერეცეპტის სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისებს წარმოგიდგენთ რენტაბელურ და ხელსაყრელ რჩევებს. თუ ჩაიდანს ნადები გაუჩნდა, ჩაასხით მასში მჟავე კიტრის ან პომიდორის წვენი. შეიძლება აჭრილი რძის ჩასხმაც. ადუღეთ ეს სითხე 2-3 საათი. შემდეგ ჩაიდანი გარეცხეთ ცივი წყლით და გამოავლეთ ნერთბილი წყალი. ბროლის ჭურჭელი ძალიან ცხელი წყლით არ გარეცხოთ. უმჯობესი ამ საქმისათვის თბილი სოდიანი წყალი გამოიყენოთ. გარეცხვის შემდეგ შალის ნაჭერით კარგად გააბრიალეთ. თევზის ნაჭრები მოხარშვისას რომ არ ჩაიშალოს, სჯობს ისინი სახამებელთან ან ფქვილით შესქელებულ ბულიონში მოიხარშოს. ფქვილი ხელზე რომ არ მოგეკრათ, წაისვით რომელიმე მცენარეული ზეთი. თუ საჭმლის მომზადებისას სამზარეულოში ცუდი სუნი დადგა, ცხელ ქურაზე ცოტაოდენი მარილი დაყარეთ. ყველი რომ არ გამოშრეს და არ გახმეს, გაახვიეთ იგი მარილიან წყალში დასველებულ სუფთა ტილოში. ზეთიანი ბოთლი კარგად ირეცხება თბილი ყავის ნალექით. ეცადეთ გასქურა 2 საათზე მეც არ იხმაროთ. 2 საათის შემდეგ იგით დროებით გამორთეთ, სამზარეულო გაანიავეთ და გასქურა ამის შემდეგ გამოიყენეთ. გამოიყენეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები. ენდეთ ტელერეცეპტს დიასახლისებო და სამზარეულოშიც შეუცვლელი გახდებით.